ესეთი ცნობილი ფრაზა არის ქართული კინემატოგრაფიიდან, რომ ცხოვრება ომია, ლონდრეს უხსნიდა, მე როგორც მახსოვს. ლონდრეში უხსნიდნენ, მაგრამ ცხოვრება შეიძლება ვისთვის ომია და ვისთვის ხინი, მაგრამ ომს აქვს ძალიან მრავალი სხვადასხვა ფორმა, მასშტაბი, საშუალება და ასე შემდეგ. ყველა ჩვენგანმა ალბათ აქ ისეთი ასაკის ხალხია, რომ ომის ყველაზე ცხელი ფაზა სვის მონოპოლის გარეშე შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წელი რაც იყო, იმის წინ იყო კიდე 90-იანი წლები. ცხელ ფაზებს შორის ომი როგორც წესი ვითომ ტყვის როლა არ არის, რასაც ქვია, მაგრამ როდესაც მშვიდობა არ არის დაამყარებული ჯერჯერობით, ბოლომდე მიდის ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომი, ინფორმაციული ომი. ჩვენ აი დღევანდელი ჩვენი ღონისძიება პრაქტიკულად ეს არის ამ ინფორმაციული ომში თქვენი და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება. იმიტომ რომ ინფორმაციული ომის მთავარი იარაღი არის ინფორმაცია, რომელსაც როგორც ბატონო ბადამთხვა შავყუთში ცდილობს შეინახოს ხელისუფლება. გეუბნება შიშს, დინერგავს შიშს და არ გეუბნება არც იმის ახსნას, რომ რატომ შეიძლება ეს ომი იყოს, ბოლო-ბოლო ვინ უნდა დაიწყოს ეს ომი და საერთოდ რატომ უნდა დაიწყოს. კონკრეტულად ჩვენი ძირითადი დღევანდელი საუბარი შეეხება ეგრეთ წოდებულ სრულ მასშტაბიან სამხედრო ტოტალურ ღონისძიებას, რომელსაც ქვია ომი. იმიტომ რომ მე ხაზს უსვამს სრულ მასშტაბიანს, იმიტომ რომ არსებობს კიდე ნაკლებ მასშტაბიან, რომელსაც სამხედრო ოპერაცია ქვია. თუმცა ამ ბოლო ხანებში იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთმა ახალი მცნება შემოიტანეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც აგერ ლამის მეოთხე წელი მიდის და ბოლომდე ვერ გასულა. ოთხში ძირითადი კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვსაუბრობთ სრულ მასშტაბიან ომზე და ჩვენი თეზისი, რომელსაც გესაუბრებით, არის არ იქნება საქართველოში სრულმასშტაბიანი ომი, ამის ალბათობა არის პრაქტიკულად ნული. მე როიტყვიან უფრო დეტალებზე, გაშლაზე ბატონ გიორგის ხოვრო დამეხმაროს. მადლობა. საღამო მშვიდობისა, კი ბატონო. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიან და ფართომასშტაბიან ინტერვენციაზე რუსეთის მხრიდან. და რატო ვსაუბრობთ ამაზე? და დასვლის სახით ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ, რომ ამის ალბათობა არის ნულთან ახლოს, ანუ ამის ალბათობა არ არსებობს და ეხლა შევეცდებით ამ ლოგიკას გავყვეთ, რომ ისევე დავუბრუნდეთ ამ დასვლის. რატო საუბრობთ სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ეს არის ის თამასა, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის იქნებოდა მომაკვდინებელი და მისი დამოუკიდებლობის დასასრული, ხო? ანუ ჩვენ ამაზე დაბალი საფრთხე რაც შეიძლება იყოს პროვოკაცია, რაღაც თუნდაც მცირე მასშტაბიანი დივერსიული აქტი და ესე შემდეგ ამის მოგერიება ჩვენ შეგვიძლია, ამის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ არსებობს რაღაცა ზღვარი, რომლის ზემოთაც მიუხედავად იმისა, რა ძალისხმევას გამოვიჩენთ, ჩვენ შეიძლება დავამარცხოთ. და მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე, დღეს შესწევს თუ არა რუსეთს ამის შესაძლებლობა, რომ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელოს და არა მხოლოდ განახორციელოს, არამედ წარმატებას მიაღწიოს. რატო სრულმასშტაბი კიდე ერთი, რატო სრულმასშტაბიანი და საიდან წამოვიდა ეს შეკითხვა? ეს შეკითხვა პირველ რიგში წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ როდესაც აქ ვდგავართ და ვცდილობთ ხელისუფლების ჩამოშლას, ვიცით რომ მას კუდები გადაგმული აქვს რუსეთთან და გარკვეულწილად პირდაპირ ისინი არ ამბობენ, მაგრამ გულისხმობენ და ყველა მინიშნებას აკეთებენ, რომ თუ მათ გაუჭირდებათ, ისინი მიიღებენ რუსულ დახმარებას. და რას ნიშნავს რუსული დახმარება? ანუ ფაქტიურად ჩვენ უნდა გავზომოთ რა ტიპის დახმარებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ეხლა 50 რუს ბომბში თუ სამე შეაგროვებენ და ზონდერებში ჩაწერენ, ნუ ზონდერებს ნაციონალობა არ აქვს. ეხლა კიდე ქართველი ზონდერი ყოფილა პოლიციის ფორმაში გადაცმული და კიდე რუსი ზონდერი ეს რა თქმა უნდა იმ საფრთხეების კატეგორიაში გადის, რასაც ყოველდღე ჩვენ აქ ვაწყდებით და ამის განკლავების საშუალება გვაქვს. შეზღუდული რაოდენობის კონტინგენტი გარკვეულ რაოდენობამდე ნებისმიერ შემთხვევაში იური ლუკმა გახდება ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. და რატო გახდება ეს ლუკმა? მოდი ამაზეც ვისაუბროთ. ქართული შეიარაღებული ძალები თავისი კორპორაციული დანიშნულებიდან გამომდინარე, იმით არის ძლიერი, წარმატებული და საჭირო ერისთვის, არა თქვათ ხშირად მესმის ხოლმე შეკითხვა, რატო არ დგანან ხალხის გვერდით. ისინი რომ ყაზარმაში არიან და მზად არიან გაუმკლავდნენ გარედან შემოსულ ინტერვენტებს, გარედან თავისუფლებულ აგრესიას, ეს არის ხალხის გვერდში დგომა. მათი კორპორაციული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯობია ისინი იჯდნენ ყაზარმაში და ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა საქართველოს საზღვარი დარღვეული იქნება. დავერწმუნეთ, იმ შემთხვევაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს ქართულ შეიარაღებულ ძალებს უბრძანოს კაპიტულაცია. თუ რა თქმა უნდა ამის ობიექტური მიზეზები არ წარმოიშვა, ხო? ყველა სცენარი სხვა სცენარი არსებობს. გერმანიის უძლიერესმა არმიებმა ორჯერ გამოაცხადეს კაპიტულაცია პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ კონტექსტი გესმით ხო განსხვავებული იყო. ამიტომ აქედან გამომდინარე ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქნება შეზღუდული კონტინგენტის ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნება ავტომატურად
ნიველირებული და შესაბამისი ოპერაცია ჩატარებული. მაგრამ რა უყოთ იმას თუ რუსეთი როგორც სახელმწიფო გადაწყვიტავს დაეხმაროს ოცნებას და როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთმა. იმისთვის რომ გავიგოთ რუსეთი როგორ იმოქმედებს, ამიტომ ჩვენ უნდა შევიაროთ და აღვიჭუროთ იმ დოქტრინალური ნორმატივებით, რომლებიც რუსეთს გააჩნიან და როგორ იაზრუნებენ რუსები იმისთვის რომ საქართველოს წინააღმდეგ ოპერაცია დაგეგმონ. პირველ რიგში ისინი რა თქმა უნდა მოახდინენ იმ ძალის იდენტიფიცირებას, რომელიც პირველ რიგში ორგანიზებულად დაუპირისპირდებიან მათ. და ესეთი ძალა არის საქართველოს შეიარაღებული ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ლოიალობას ყოველდღე უმტკიცებს ლოიალობას რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იცის, რომ ქართული შეიარაღებული ძალების ოფიცერთა 80%-ზე მეტი არის იმ განათლების მატარებელი, რომელიც მიღებული აქვს დასავლეთის სამხედრო სასწავლებელში. აქ მხოლოდ განათლების ხარისხზე არ არის საუბარი, ეს არის ადამიანები, რომლებიც წლები ცხოვრობდნენ ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი ოფიცრების გვერდით და ერთად იწვრებდნენ თავს, ერთად იწვრთავდნენ ტვინს იმისთვის, რომ ესა თუ ის ოპერატიული ამოცანა გადაეჭრათ, ხოლო სასწავლო პროცესის შემდეგ ისინი ოჯახი, როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ცხოვრობდნენ. ისინი ინტეგრირებული არიან, მათ ყავთ უამრავი მეგობარი და მათი მსოფლმხედველობა არის ზუსტად ის დასავლური მსოფლმხედველობა, რომელიც გულისხმობს, რომ ჯარი ეს არის ხალხის ნაწილი, ხალხის გაგრძელება. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ოფიცრების გარდა, რა თქმა უნდა, ოფიცრების რიგითი შემადგენლობის დიდი ნაწილი ეს არის ადამიანები, რომლებიც სხვა მისიებში იყვნენ ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. და თქვენ იცით, ხო, ეხლა ეს არ არის საიდუმლო და უბრალოდ საიდუმლო ერთია და ეს ცნობილი ფაქტია, რამდენად კარგი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, განსაკუთრებით ამერიკელების მხრიდან, და მსოფლიოში ერთ-ერთი არა ყველაზე საუკეთესო არმიის ოფიცრები თვლიდნენ, რომ ქართველების გვერდით ოპერაციაზე წასვლა ნიშნავდა, რომ გვერდით ყავდათ საიმედო პარტნიორი. და ეს შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს. სამხედრო საქმეში განსაკუთრებით ბრძოლის ველზე ნდობა არის პირველი და მთავარი. როცა გვერდით დგომი ჯარისკაცის ან ოფიცრის იმედი არ გაქვს, აი იქ იბადება შიში ზუსტად, მაგრამ ეს სხვა საკითხი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მოკლედ ეს შეიარაღებული ძალები რუსეთისთვის არის მტრული ძალა. ამიტომ როდესაც თუ ის დაგეგმავს, რომ ჩვენს წინააღმდეგ გაგებს რუსთაველის გამზირის პროტესტის წინააღმდეგ იმოქმედებს რუსული შეიარაღებული ძალების საშუალებით, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსთაველსა და მის მიერ საზღვრის გადმოკვეთის წერტილს შორის აუცილებლად დაუყოვნებლივ გაჩნდება საქართველოს შეიარაღებული ძალები. ამიტომ მან საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა განიხილოს როგორც ფაქტორი, შეაფასოს მისი ძალა და შესაბამისად უნდა მოახერხოს მისი საექსპედიციო კონტინგენტის ჩამოყალიბება. ამიტომ შორს აღარ წავალ, მოკლედ რიცხვები რო გითხრათ, საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი რეზერვისა და იმ შეიარაღებული ჯგუფების გათვალისწინებით, რომელიც ომის შემთხვევაში ემატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ქმნიან ძალას, რომლის წინააღმდეგ რუსებს აუცილებლად დაჭირდება მინიმუმ 60,000-იანი კონტინგენტი. ანუ, მოდი ეს ციფრი დავიმახსოვროთ, 60,000-იანი კონტინგენტი, ეს არის დაახლოებით 2 არმია სრული დაკომპლექტების, ან 3 არმია იმის დამიხედვით ოპერაციის კონფიგურაცია როგორ იქნება. გარდა ამისა, როცა 60,000-იან კონტინგენტზე, ეს არის ის ძალა, რომელთაც იზომება, ვინც ხმელეთზე სახმელეთო ოპერაციას ატარებს. როცა ცოცხალი ძალა უბრალოდ ერთმანეთს ვატოლებთ. ანუ ამ ცოცხალმა ძალამ უნდა შეავსოს საქართველოს სივრცე იმისთვის, რომ ეს ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყოს წარმატებული და სწრაფი. მაგრამ სახმელეთო ოპერაციის წარმატებულობას ჭირდება კიდევ ორი ფაქტორი. ერთი საკომუნიკაციო ხაზები, ეს არის დაახლოებით ძალიან მარტივად ვთქვათ, ლოგისტიკა. ხოლო ლოგისტიკა არ არის, მაგრამ მოდი ეს ჩამოვყალიბოთ. ხო, ლოგისტიკა, რომლის გარეშედაც ეს დაახლოებით ისეა, უთო, რომელიც როგორც კი გამორთავთ სადენიდან, ცოტა ხნის განმავლობაში ის რჩება ცხელი, მაგრამ მერე ის ცივდება და აზრი არ აქვს და უთო დაუძახეთ მას და იდამ თუ ესასრულოთ, ხო? შეიარაღებული ძალებს ეგ თავისებურება აქვს ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ დროს. როგორც კი მისი ლოგისტიკური უზრუნველყოფა ფერხდება, მისი მოქმედების ეფექტურობა კლებულობს და ლოგისტიკური უზრუნველყოფის დასრულების შემთხვევაში ის ვეღარ მოქმედებს. ამიტომ მაგალითად იგი ცნობილი მაგალითი ის, რომ დიდ სამამულო ომს რასაც უძახიან რუსები სექტემბრის, ანუ სადაც 2 თვეში 4 მილიონი ნახევარი წითელი ჯარისკაცი ჩაუვარდა გერმანელებს თქვენ, ამის მთავარი თემა ის კი არის, რომ ისინი ყველა ბრძოლა წააგეს. არამედ იმიტომ, რომ მათ ისინი დარჩენ მომარაგების გარეშე და შესაბამისად მათ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ისინი ჩავარდნენ თქვენ. დაახლოებით საქართველოში მოქმედების შემთხვევაში რუსეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლოგისტიკური ხაზები. და ამ ლოგისტიკური ხაზების ძირითადი ნაწილი გაივლის ჩრდილოეთ კავკასიაზე და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
შემდეგი თემა რა თქმა უნდა არის საავიაციო მხარდაჭერა. საავიაციო მხარდაჭერა, ანუ ის რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დრონები, ეს არის თემა, მაგრამ საავიაციო მხარდაჭერა ეს არის მასშტაბური, რომელიც ხანდახან პირადად სრული მხარდაჭერა არის, ხშირად ცვლის ომის ხასიათს, ბრძოლის ხასიათს და ბრძოლის ბედს წვითავს. იმისთვის, რომ არმიის სახმელეთო ოპერაცია, ესე ვთქვათ, ჩაითვალოს, რომ საავიაციო მხარდაჭერა აქვს, ეს არის რუსული დოქტრინის მოთხოვნა, არმიას დღეში ჭირდება 100 საბრძოლო გაფრენის საათი. ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა ვხედავთ უკრაინაში, რუსები 12 საათი, 13 საათი ძალიან კრიტიკულ პერიოდში 20 გაფრენ საათს აღწევენ არმიის მხარდასაჭერად. ჩვენ ხვდებით, რომ ასეთი კონტინგენტი სრულად ვერ იქნება მხარდაჭერილი ავიაციის მხრიდან. და შემდეგი თემა არის გარდა ამისა, საქართველოს SARS აქვს თავისებურება. თუმცა ამაზე დრო თუ მოგშება მე ვისაუბრებ. მოგეთ ჩვენ ჩამოვყალიბდით იმაში, რომ რუსეთს ჭირდება 60,000-იანი კონტინგენტი, კარგი საკომუნიკაციო ხაზები და კარგი საავიაციო მხარდაჭერა. მაგრამ გარდა ამისა ეს არ არის საკმარისი. მათი დოქტრინა გამომდინარე, კავკასიის მშვიდად, ჩრდილოეთ კავკასიის მშვიდად შენარჩუნებისთვის მათ სადღაც 2000-2012 წლებს შორის მათ ჭირდებოდათ 240,000-იანი კონტინგენტი უნდა ყოფილიყო განთავსებული ჩრდილოეთ კავკასიაში და მიმდებარე ტერიტორიებზე. იმისთვის რომ მათ მყარად ქონოდათ ჩრდილოეთ კავკასია სიმშვიდეში შენარჩუნებული. ეს ციფრი განახებდა, ეხლა მათივე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმის გამო რომ ინტეგრაცია მოხდა და არსებობს რაღაც თქვათ ბიზნეს ფაქტორები, დაფინანსებული ელიტები, რომლებიც რუსეთის სამსახურშია, მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100,000-იანი კონტინგენტი მათ აუცილებლად ჭირდებათ ჩრდილოეთ კავკასიაში, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში შენარჩუნებული იქნას სიმშვიდე. და რატო ამახვილებ ამაზე ყურადღებას? ნებისმიერ შემთხვევაში ომი საქართველოში ეს არის წამახალისებელი დიდ კავკასიური ომის. და ამის დიდი მოლოდინი არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში. რატო არსებობს ეს მოლოდინები? კიდევ ერთხელ ჩვენ ბევრი საჯარო ლექცია გვექნება დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში და ონლაინ და ოფლაინ, სადაც ყველა ამ თემაზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი, რომელზეც უნდა გქონდეს ჩვენ პასუხები, იმიტომ რომ ჩვენ ისე ცხოვრობთ, რომ არ ვიცით ჩრდილოეთ კავკასიაში რა ხდება. ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, კადიროვი ვიცით რაღაც, მაგრამ არ ვიცით გვარსახელები ლიდერების, რომლებიც ამით ქმნიან. არ ვიცით პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. თუ რა თქმა უნდა, რუსეთის ტელევიზიის ან რაღაცა საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში არ მოხდა, ჩრდილოეთ კავკასია თვითონ ჩვენ იგნორირებული გვაქვს. და ეს იყო წინააღმდეგ ხელისუფლებების შეცდომა. როდესაც ჩვენ რუსეთს უპირისპირდებოდით ისე, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს არ ვითვალისწინებთ, არ ვესაუბრებოდით მათ და არ მეგობრობდით მასთან. და ამ შეცდომას ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ. ესე აღარ იქნება. მაგრამ ამის დრო მოვა მას შემდეგ, რაც ჩვენ უსტაველზე დავამთავრეთ ოცნებას. მოგეთ ეხლა მივიდეთ საკითხის ბოლომდე და რაც გვეუბნება ეს 60,000 თავისი მხარდაჭერით. შემდეგ ბატონი ვასილიც ისაუბრებს ამაზე, მაგრამ მარტივი თემა დღეს იგივე პაკროვსკის დღეს თუ დამატებით 60,000-იანი კონტინგენტი ყავდეს რუსეთს, რომ მას შეეძლოს ამ კონტინგენტის სწრაფად ჩამოყალიბება, ის 2-3 მიმართულებას კიდე დაამატებდა, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდა. აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რომ პუტინს რაღაცა სურს, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა ამას მოახერხებს. პუტინს ძალიან სურდა, რომ ახალწლამდე პაკროვსკი აეღოთ. ქონოდათ მნიშვნელოვანი წინსვლები, ძალიან გაესუფთავებინათ მათ კონსტიტუციით აღიარებული ტერიტორიები. მაგრამ ვერ ახერხებს და რატო ვერ ახერხებს? არა იმიტომ, რომ ომი არ არის რაღაც ფეხბურთელების შერკინება, სადაც ნიჭიერმა ფეხბურთელმა შეიძლება გადაწყვიტოს შეჯიბრების კონკრეტული მატჩის ბედი. რაც უნდა ნიჭიერი იყოს მხედართმთავარი, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ამა თუ იმ ქვედანაყოფის ბეთაური, ის კანონზომიერების ჩარჩოებიდან ვერ გამოდის და ის იძულებულია დაემორჩილოს იმ მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომ წარმატებისთვის საჭიროა ძალა. და თუ არ არსებობს ძალა, ეს ოპერაცია არ შედგება.